ჯერ ნახაზი იქმნება, თარგი იჭრება, ქსოვილი და სხვადასხვა ფერის ძაფი ირჩევა და იქმნება ის, რაც ჩვენი იდენტობის ნაწილია, ეროვნული სამოსი. აბსოლუტურად ყველა ნიუანსს ვაფიქსირებ, როგორ უნდა შეკერონ. ეს ჩოხა იკერება ყანწით, ოქროსფერი კანტით. დანარჩენს კიდევ მე მუშაობის მომენტში გეტყვი ყველაფერს, როგორ გააკეთებ. 21 წელია დროს ფიქრში და შრომაში ატარებს. 21 წელია ფანტაზიის და ისტორიის შერწყმას ისეთ ცდილობს, რომ ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ღირსეულად წარმოაჩინოს. არც ინტერნეტი არსებობდა, არც ქსეროქსი არსებობდა, მე რომ ამ საქმეთი დავინტერესდი. მიუხედავად იმისა, რომ თელავში ვცხოვრობდი, მაშინ ჩამოვდიოდი, შევდიოდი ბიბლიოთეკაში საათობით ვიჯექი და ვიწერდი ქართული სამოსის ისტორიას. ვისწავლე, რა თქმა უნდა, მე მოცეკვავებისგან, ქორეოგრაფებისგან, გამოცდილი ადამიანებისგან და გამოვიდა ჯამში ის, რომ მე ძალიან ღრმად შევედი ამ სფეროში. სანამ ამ საქმეში პირველ ნაბიჯს გადადგამდა, ძალიან ბევრს ფიქრობდა, ეშინოდა. თითქოს მათიერიდებოდა, ვისაც ქართული სამოსი უტარებია. პირველად რომ დავინტერესდი ჩოხით და შევკერე ეს ჩოხა, ეს არ გამოვიდა ისეთი და რა დავაკელი. აი ამ რა დავაკელის ძებნაში ძალიან ბევრი გზები გავიარე. წავიკითხე გაზეთში ინტერვიუ მიხეილ ფანჩულიძე 96 წლის მეჩოხე წერდა რომ იყოსო ნეტამ სურველიო ჩოხის შესწავლისო და მე შევასწავლიო. და მივედი ბატონ მიხეილთან. აი ეს სადა ეს შეცდომები გაქვს შვილო აქ და მეტი არაფერი. აი მის მერე მე მართლა ვისწავლე ჩოხა. მისი შექმნილი სამოსი თავდაჯერებულად გადმოსცემს თავის სათქმელს და ხასიათს. გადმოგცემს იმ ემოციებს, რომელიც ქართველი ხალხის იდენტობის ნაწილია და იცოცხლებს იქამდე, ვიდრე ქართული სული იარსებებს. ბევრჯერ ცრემლები მომსვლია, რომ დამინახია ჩემი შეკერილები, როგორაც გინდაც პატარა ბავშვებს, გინდაც დიდ მამაკაცებს, ვაჟკაცებს, ქორწილში, სცენაზე, ნათლობაში, რომ აცმევენ. ვამაყობ, მიხარია, რაღაცნაირად სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, ენერგიას მატებს, თუ როგორ შეიძლება 71 წლის ქალი მუშაობდა 16 საათი შეუსვენებლად. პატარა ოთახში ერთი ჩოხით დაწყებული საქმე მისი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა გახდა. რომ დაინახეს ქორეოგრაფებმა ჩემი ნამუშევარი, მოეწონათ, ნელა-ნელა გავაგრძელე მუშაობა და მივაღწიე იმას, რომ საქართველოს თუ არ ვიტყვი რომ 100%, 60%-ს მაინც მე უკერავ და მე მოსავთ მოცეკვავებს და მომღერლებს. მეუღლე მომიდგა გვერდში, ჩემი ქალიშვილები, რძალი. ეს აპლიკაციები და ნახატი ჩემი ძლის და ჩემი მეუღლის ნამუშევარია. ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის ესკიზი არის. არქივიდან ამოღებული ესკიზი მოიტანეს და აი ასე ლამაზი საქმე გამოგვივიდა. ოჯახის წევრების გარდა სამკერვალოში არაერთი ქალი ყავს დასაქმებული. ფინანსურ სიძლიერესთან ერთად ცოდნას და ეროვნული სამოსის სიყვარულს უზიარებს. ძალიან ბევრს შევასწავლე ბევრი საქმე. ჩოხის კერვად შევასწავლე, კაბების კერვად შევასწავლე, ქუდების გაკეთება, აბსოლუტურად ყველაფერი თუ რამე ვიცი, არაფერი არ დამინანებია. ნათელა ცუხრუკაიძისთვის ხელით ნაკემსი ტრადიციები მთელი ცხოვრებაა, იმედი და მომავალია. ძილშიც და ღვიძილშიც და ყველგან ვფიქრობ ჩემს საქმეზე, მიყვარს ჩემი საქმე. ვინც ამ ჩემს საქმეს იყენებს და სააშკარაოზე გამოაქვს, ისინი ძალიან მიყვარან, ძალიან საყვარელი თაობა მოდის, ძალიან არავინ არ თქვას რომ რა გვეშველება, იმიტომ რომ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს. ვინ მოთვლის, რამდენი თაობა შეუმოსია ქართული მშვენიერებით, ფერადი ძაფებით უკარგია სხვადასხვა კუთხის ტრადიციები. ჯერ არ დაღლილა. ამიტომაც ზუსტად იცის, რომ მისი ხელით შექმნილ ქართულ მშვენიერებას ეროვნულ სამოსში კიდევ მრავალი წელი ასახავს.